საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიას გმობენ საერთაშორისო პარტნიორები და რუსეთს ვალდებულებებს კიდევ ერთხელ ახსენებენ. დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეთ 2 აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით ქართულ ენაზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე წუხლის გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები აკრიტიკებენ ევროპის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინაში და ზოგადად მთლიანად კონტინენტზე რუსეთის აგრესიის შეკავებისკენ. დიდი ბრიტანეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთს პატივით სემს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეკვეთის შესახებ გადაწყვეტილებას. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ვწუხართ, როდესაც საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს ევროპის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის შეკავებას უკრაინასა და ევროპაში. დიდი ბრიტანეთი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოების გასამყარებლად. სწორედ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. საქართველოში რუსული აგრესიის დაწყების მე-17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. საელჩო ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულებას ადასტურებს. დღეს 17 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუდად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგული რჩება. ამის შესახებ ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რუსეთს საქართველოს 2008 წლის ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა. გმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა აღგოს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული 6 პუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. ნათქვამია განცხადებაში. პრეს-სპიკერის თანახმად, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ იტანჯება ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, როგორიცაა ბორდერიზაცია, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვა და უკანონო დაკავებები. ევროკავშირი კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. თანათავმჯდომარეობის რანგში და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე მუშაობის საშუალებით. ეს მექანიზმი ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით და 2026 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივებული მანდატით კვლავ გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში. რადგან ის ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა. მოუწოდებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების და ასევე 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგული რჩება. აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადების თანახმად, უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. კაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და არცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. 17 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმების სუვერენული სახელმწიფოს საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტის ჩადენით. ამ აგრესიის შედეგად საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკანონო კონტროლის ქვეშ მოექცა. 200,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინას საკუთარი სახლები და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცა. ეს თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიული პოლიტიკის პირველი მასშტაბური გამოვლინება იყო, რომელიც მკაფიო სიგნალი გაგზავნა საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლისა და რეგიონში სტაბილურობის შელახვის სურვილის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია ამ პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება იყო.
საქართველოში დანიის ელჩის განცხადებით ის ადასტურებს დანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. საფრანგეთი კი მოუწოდებს რუსეთს პატივისცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6 პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერას გასრი წერს. ლიეტუვის საელჩოს განცხადებით, ლიეტუვა პარტნიორებთან ერთად იხსენებს და პატივს მიაგებს მათ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და დაიღუპა 2008 წლის აგვისტოში. საელჩოს განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გრძელდება. საქართველოს დამოუკიდებლობას მხარდაჭერას უცხადებენ ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა მინისტრები. 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს შორის. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც ემსხვერპლად ძალადობასა და ომს, ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც ომის გამო დევნილად იქცა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ფედერაციის და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. გერმანია მოუწოდებს რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ დღეს 17 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით რუსეთმა ნათლად აჩვენა თავისი აგრესიულობა და სურვილი, რომ თავის იმპერიულ წარსულს ჩაეჭიდოს. დღეს ესტონეთის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენ არც დავივიწყებთ და არც არასდროს ვაღიარებთ მისი ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას. 17 წლის წინ დღევანდელ დღეს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც მისი ტერიტორიის 1/5 ოკუპაციითა და ნატოს გაფართოების შეჩერებით დასრულდა. ეს რუსეთის იმპერიული ომების კიდევ ერთი ეტაპი იყო, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. კრემლისთვის წარმატებით დასრულდა და უკრაინაზე თავდასხმის ნიადაგი მოამზადა. დღეს ლატვია იხსენებს 17 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის მსხვერპლებს. ჩვენ ვგმობთ უკანონო თავდასხმას და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი ხალხის უფლებას თავად აერჩიონ საკუთარი მომავალი.